თავმშვიდობისა პირდაპირ ეთერში თქვენთვის მუშაობას იწყებთ დღის კომენტარი. ნოემბრიდან ნოემბრამდე საქართველოს განვითარების 4-წლიანი ქრონიკა იხილეთ არ შემდგარი სახელმწიფოდან ნატოში ინტეგრაციისაკენ, ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და ჩრდილოელი მეზობლის უცვლელი ინტერესები. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვენ იხილეთ დოკუმენტური ფილმი ახლა კი ჩვენი სტუმრები დღეს არიან ნოდარ ლადარია, ეკა კვესიტაძე, რამა საყვარელიძე და გიორგი გაჩეჩილაძე. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა და ბატონებო მობრძანებისათვის. ტელემაყურებელს კი მიმართ ამ რომ თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ დიალოგში და გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომრებზე 22, 33, 22, 34. სასაუბრო საკმაოდ ბევრია, მაგრამ მოდით დავიწყოთ რუსეთით. რამდენსაც არ საუბრობთ ხოლმე ქართულ პოლიტიკაზე, მაინც რუსეთამდე მივდივართ, ბატონო გიორგი. რუსეთს რომ ამ ქვეყანაში ინტერესები აქვს, ფაქტია, მაგრამ რამდენად უწყობთ ჩვენ ხელს ამ ინტერესების განხორციელებას? ეს ყველაფერი გასაგებია ჩემთვის, მაგრამ აი ეს ფილმი რომ ნახეთ, ალბათ ტელემაყურებლებმაც ნახეს, არა? ჩვენ პირდაპირ ეთერში გადიოდა, ანუ ჩვენ ვიდრე ჩვენ შემოვიდოდით ეთერში, მანამდე უნდა გითხრა, მე და რამაზ ერთად უყურებდით ამ ფილმს და პირველი საბეჭდილება რაც შემიძლია გაგიზიაროთ, გახლავთ ის რომ გული დამწყდა, რომ უკეთესად შეიძლებოდა ამის გაკეთება. ვიხურეთ ჩვენ, ეს არის რამდენიმე სურათი ან ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან. ყაჩაღი ვინ არის? ესე იგი, რა არის ეს საბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ეხლა დაიწყო ეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, ამას აქვს სერიოზული და საკმაოდ დიდი ხნის ისტორია, არა 800 პირველი წლიდან სხვათა შორის, უფრო ადრეც და დიდი გამოვიდოდა ეს ფილმი. ხო, ძალიან დიდი გამოვიდოდა ეთყობა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ რაკი აქეთა პერიოდით დავიწყეთ, მე მაგალითად რომ ცოდნოდა რომ ასეთ გადაცემას აკეთებდნენ და ვინმეს რომ ეკითხა ჩემთვის კონსულტაციას გავუწევდი, ის რაც ჩვენ ნახეთ არის გაგრძელება ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რასაც მე ვიცნობ რუსეთის სპეცსამსახურებისას და პირველად ეს ვნახე ვაშინგტონში, როდესაც მე სენატში გამეკეთები და მოხსენება, წინა დღეს გადმომცა ერთმა ქართველმა ემიგრანტმა გაზეტა „ზავტრაში“ და დაბეჭდილი სტრატეგический план России на юге. ეს არის 97 წლის სტრატეგიული გეგმა, სადაც შავი თეთრზე წერია, რომ რუსეთის ამოცანა არის იმისათვის, რომ კავკასიაში შეინარჩუნოს თავისი პოზიციები, დეზინტეგრაციული პროცესების ფორსირება საქართველოში, რაც ამ დროს უკვე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს დაკავებული აქვს, რაც უნდა დასრულდეს სამეგრელოს და აჭარის ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევით და რუსეთის გადაქცევით სამეგრელოს და აჭარის ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტად. ეს იყო 97 წლის გეგმა. 97 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა და დაბეჭდილი არის შემდეგ 24 მაისს ჩვენს ვარიავოსტოკას რა გადაარქვეს სახელი და მოდით ეს ცოტა შევსწავლოთ, მაგრამ ფაქტია რომ იქაურ ის სცენარი იყო, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, იმ სცენარის განხორციელების ეპიზოდები ნახეთ. ან თქვენი შენიშვნა ფილმის მიმართ მხოლოდ ისაა, რომ უფრო კარგად გეყოფილიყო. უფრო მეტი რავის თქმა შეიძლებოდა ამ თვალსაზრისით. ხო, ბატონ რამასაც მოусმინოთ რუსეთის თემა მართლაც საკმაოდ ფართოდ განიხილება ჩვენთან ბოლო მოვლენებთან მიმართებაში, როგორ მიგაჩნიათ, რამდენად გადამწყვეტი იყო რუსეთის ფაქტორი. არაერთხელ იყო მაგაზე მსჯელობა ორივე მხარეს, ოპოზიციის მხარესაც და ხელისუფლების მხარესაც. ფილმის ძირითადი ხარბეზი ის არის, რომ ეს არის საპრეზიდენტო კამპანიის ფილმი. ну რაღაც საბჭოთა პერიოდის სტანდარტებით. დაინახეთ თქვენ ამ ფილმში? ну მე რა დავინახე, მე მგონი ყველამ დავინახეთ. ხო და პრობლემა სწორედ იმაშია, ეხლა რუსეთის თემასთან რა კავშირშია, საბჭოთა რატო ვთქვი, იმიტომ რომ იქაც მტრის ხატი მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ რეალობის ნაწილი ამაში იყო.
არა, ტრისხაც ხო არ იგონებინ, რას არის ეს? ხო, რეალ მე იმას კი არ ვამბობ, მაგრამ გააჩნია, რასთან არის ეს მიყვანილი. იმიტომ რომ ერთი რამეც ფაქტია, რომ დღევანდელი საქართველო თუ კი წამოვალთ ამავე ხაზზე ნოემბრიდან ნოემბრამდე, რუსული კაპიტალი ამ ხარისხით საქართველოში არასოდეს არ ყოფილა ადრე, რა ხარისხითაც იმ ნოემბრიდან ამ ნოემბრამდე შემოვიდა. და ესეც პოლიტიკის ნაწილია და რუსეთთან პოლიტიკის ნაწილია. ამიტომ მარტივი რუსეთთან ურთიერთობა არავისთვის არ არის და მით უმეტეს ჩვენთვის არ არის. ოღონდ არსებული პრობლემების იმ სიტუაციის შექმნის, რაც შეიქმნა მხოლოდ რუსეთზე დაკიდება და აბსოლუტური დაუნახავობა იმისა, რომ ამ ადამიანების ბედიღბალს ამ ადამიანებს რაღაცა რეალურად აწუხებდათ და ათასობით ადამიანის გამოცხადება პეშკებად, უტაქტობა ადამიანების მიმართ. თქვენ გულისხმობთ ხალხს, რომელიც მანიფესტაციებში მონაწილეობდა. გულისხმობთ ხალხს, რომელიც მანიფესტაციებში მონაწილეობდა. რომელიც მანიფესტაციაში მონაწილეობს, რომელიც რაღაცას ამბობს, იგივე ლევანს გულისხმობ ბერძენიშვილს. რომელიც მხარსაც უჭერდა და თუ კი ლევანი აგენტია დღეს, ესე იგი მიშას რომ მხარს უჭერდა, მაშინაც აგენტი იყო? გეგეთ რა ოქროაშვილი თუ კი დღეს რუსეთისა მიშას გვერდით როის და სააკაშვილის გვერდით და იბრძოდა თავგამოდებით, მაშინ იმ ისტორიის ის ნაწილი გამოგვიდის ოდიოზური. რამოს ერთი რამე მინდა ასე რომ მინდა გითხრა. შენ ხარ ფსიქოლოგი და კარგად იცი რომ ადამიანი არის მუდმივი არჩევანის წინაშე. შეიძლება დღეს ესახარ ხარ სხვა იყო. ესე იგი ეს და რა იწევს ასეთ ცვლილებებს ვაპნა გიორგი? მუდმივი არჩევანი. კი ბატონო, ადამიანი დგას მუდმივი არჩევანის წინაშე. შენ შეიძლება დღეს გვირი იყო, ხარ ნაზირალა გახდე. არ არსებობს. ასე რომ რუსეთის თამა ხათ მინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პარლამენტარები რო იძახიან ხო. თალსახართ ადამიანი აღწევრება არა. ხო არსებობს რუსეთის თემა დღეს ხდება შიდა პოლიტიკური ბრძოლის თემა და აი ეს არის მეუღებელი. იმიტომ რომ მე მგონი რუსეთის თემასთან მთელი პოლიტიკური სპექტრი მოსახლეობა ერთნაირი უნდა იყოს. და ამ თემის შემოტრიალება, როგორც ერთმანეთთან დაპირისპირების ინსტრუმენტისა, არის ის ოცნება, ის რაზედაც ოცნება შეუძლია. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გარკვეულწილად ეს თემა მაინც არსებობდა თუნდაც იგივე რუსულ გეგმებში, რომ შიდა დაპირისპირება. კი, გადაცვალე, ნატოში არ შესვლა არსებობდა და ისეთ შესანიშნავი მოტივი ნატოში არ შესვლისა, როგორც გაჩნდა იმედის და მიტინგის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკით ძნელი წარმოსადგენია. ეკა, რა მაინტერესებს, აი 7 ნოემბრის მოვლენები და საერთოდ ნოემბერში რაც განვითარდა, ოქტომბრის ბოლოდან მოვლენები ხშირად ასეთი შეფასებაც ისმის, რომ ხელისუფლებამ თვითონ ხომ არ შეასრულა რუსული გეგმა გარკვეულწილად. აი ბატონი რამაზი საუბრობდა ნატომ გადაიწია, შეიძლება გადაიწიოს, თუმცა არ ვიცით. მაგრამ ესეთი ჩახლართული კონსპირაციული თეორიები მით უმეტეს არ მიყვარს კონსპირაციული თეორიები, მით უმეტეს ესეთი ჩახლართული, რომ ეხა ხელისუფლებას დავაბრალოთ, რომ სპეციალურად ეს გააკეთოს ნატოში არ შევსული ხარ. პოლიტიკა ჩახლართული. არა, ეხა ეს ძალიან მარტივი იყო, უბრალოდ მარტივი მსჯელობაა, რომ ეხა ხელისუფლებამ თვითონ მოიფიქრა ყველაფერი, რომ თავის ჩამოხრჩება. არასერიოზულია, მე მგონი ასე საკითხის არა, ეგ მე არ მეთქვია სხვადასხვა. ესე საკითხის დაყენა, ну რა თქმა უნდა, რუსეთის სახით, რუსეთზე როცა ვლაპარაკობთ რუსეთის სახელმწიფოს ღია ინტერესებზე საქართველოში. ეს არ არის ის თემა, სადაც ჩვენ გვჭირდება ბევრი სპეკულაცია, ან რაღაცა ფანტაზიის გამოყენება იმისათვის, რომ საფრთხებზე ვილაპარაკოთ. რუსეთის პოლიტიკა გამოირჩევა იმით, რომ ძალიან გახსნილად ლაპარაკობს თავის მიზნებზე და თავის ინტერესებზე ამ ქვეყანაში და არა მარტო დუმის პოლიტიკოსების დონეზე, არამედ უფრო საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის დონეზე. ამიტომ ცხადია მათი ინტერესები და ამაზე ზედმეტი ლაპარაკი საჭირო არ არის და მათი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი, ნაციონალური ინტერესი არის, რომ საქართველო არ შევიდეს ნატოში. და რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს არ განხორციელდეს და მისი ქმედებები ამ მიმართულებით კიდევ უფრო ინტენსიური იქნება, რაც უფრო მოახლოვდება პერიოდი მაპის მიღების, ან რეალურად რაც უფრო დადგება საქართველოს. ეს იყო ერთი ნაბიჯი გვაკლდა მაპამდე, შეიძლება ესე ითქვას, ყოველ შემთხვევაში ალბათობა იმისა,
რომ ჩვენ გაზაფხულზე მივიღებდით სამოქმედო გეგმას, იყო ძალიან მაღალი და რა თქმა უნდა, ბატონ რამაზ დავეთანხმები იმაში, რომ არ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გამოვაცხადოთ რუსეთის აგენტად, მაგრამ ის ნებისმიერი დაძაბულობა, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში, რუსეთი გამოიყენებს თავისი ინტერესების სასარგებლოდ და საინტერესოა როგორ არის ეგ მიზეზშედეგობრივი კავშირი რო ავაწყოთ. იყენებს ამას თუ ამ ფილმზე როგორც ნახეთ, შეიძლება ამ ყველაფერს გეგმავდეს კიდეც. კი ბატონო, ეხლა თავიდან ესე დავიწყოთ, რომ გიორგაძე როგორც გაჭრილი კარტი მისთვის იყო სრულიად წამგებიანი და ეს რუსეთმა მიხვდა, რომ აპელირება და ისეთ დაყრდნობა ისეთ ფიგურაზე, რომელიც არის აშკარად პრორუსული, ამ ქვეყანაში არ გამოვა, არ ითამაშებს, იმიტომ რომ ის არის თავიდანვე განწირული სრული მარგინალიზაციისათვის. და ეს გვიჩვენა გიორგაძის მაგალითმა და ირინა სარიშვილის მაგალითმა საქართველოში. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ რუსეთის გეგმები იცვლება თავისთავად, ლოგიკურად ითხოვს ეს ყველაფერი რუსეთის გეგმები შეიცვალოს და იცვლება იმით, რომ ისინი ეძებენ ნაკლებად მარგინალიზებულ ძალებში დასაყრდენს. მე ნამდვილად ეს ძალებს, რომელსაც და რომლებიც ღიად არ ლაპარაკობენ იმას, რომ ისინი უჭერენ მხარს რუსეთთან ურთიერთობების რადიკალურად შეცვლას, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩემთვის განცხადება ის რომ ნატოში შესვლა შეიძლება არ შედიოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებში და ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ თემას. ეს არის ცალსახად განცხადება იმისა, ჩემთვის პირადად, ჩემი აღქმისთვის ეს არის განცხადება იმისკენ, რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა ნატო და გვინდა რუსეთთან ურთიერთობა. მაგრამ იქ ხომ არის ძალები, რომლებიც პირიქით სულ ყოველთვის იმეორებდნენ, რომ ჩვენ გვინდა ნატოში. ამიტომ მე ძალიან მაბნევს ეს ეროვნული საბჭო. ეროვნული საბჭო, რომელსაც აქვს განსხვავებული ხედვები საგარეო პოლიტიკაზე, იქ არიან ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ იცით რა, ნატო შეიძლება არ გვინდოდეს და მე არ მესმის არგუმენტი, რატომ შეიძლება არ გვინდოდეს ნატო, როდესაც ნატო არის ერთადერთი, ესეც არ არის რაღაცა ახირება ქართული საქართველოს ხელისუფლების და არც ქართველი ხალხის. ნატო არის ესე თქვა ქოლგა უსაფრთხოების ქოლგა საქართველოსთვის, რომელიც დაიცავს მას რუსეთისაგან. ეს არის ცალსახად და ამის ეჭქვეშ დაყენება, ჩემთვის პირადად ლოგიკას მოკლებულია. არის ამ საბჭოში ხალხი, რომელიც არის მომხრე, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ამ საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომელშიც ჰქონდათ ნათქვამი, რომ ნატოში ინტეგრაციას ემხრობენ. გასაგებია, მაგრამ მანამდე ვიცით ამ ძალების განწყობა, ხო? ეს არაერთხელ დაუფიქსირებიათ ამ ეროვნულ საბჭოში შემოვალ. ესე იგი ლოგიკურად საბჭო გაერთიანდა არა საგარეო პოლიტიკა, მაგრამ საშინაო. საშინაო პოლიტიკაშიც გაურკვეველია. საშინაო პოლიტიკაში გაერთიანდნენ ისინი სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ რეალურად რა ალტერნატივის გარშემო გაერთიანდნენ, რა ალტერნატიული ღირებულებების გარეშე თუ ხედვის გარეშე გაერთიანდნენ, ეს არის სრულიად უცნობი ახლა ამ ეტაპზე ჩვენთვის და ერთი რამე მინდა ძალიან დიდი ბოდიში დავაფიქსირო, მე ხმას აღარ ამოვიღებ. აი პატარკაციშვილის განცხადება, ან ნებისმიერი ადამიანის განცხადება, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა შევარბილოთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორება შეიძლება. აი ეს არის კეკლუცი, სიტყვები და მეტი არაფერი, იმიტომ რომ თუ რომელიმე ადამიანი დღეს საქართველოში იტყვის, რომ როგორ უნდა გავერთიანდეთ ნატოში ისე, რომ რუსეთთან ურთიერთობები გამოვასწოროთ, მაშინ ეს ადამიანი უნდა გამოვაცხადოთ საქართველოს პრეზიდენტად. ეს არის ცალსახა ორი ალტერნატივა, ასე მიგაჩნია. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რუსეთისთვის ერთადერთი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გზა არის, რომ უარი ითქვას ნატოზე. სხვა არ არსებობს. არ არსებობს შუალედური ურთიერთობა რუსეთთან. იმიტომ რომ ესეთ ურთიერთობას რუსეთი არ იღებს თვითონ. ის გეუბნება ან ნატო ან მე თვითონ გაყენებს ეს ორ ალტერნატივას შუაში და ამიტომ ადამიანები რომლებიც კეკლუცობენ, ჩემთვის პირადად ჩემთვის არის თუმცა გვახსოვს ის პერიოდები, როდესაც საქართველოს თანახმა ნოდართან რამე სიტყოდეს, არ შეიძლება დაეხმაროს ეს საერთოდ არ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობა, რადგან ეს არის სამართლებრივი ნიჰილიზმის მქონე ქვეყანა და მონღოლური პოლიტიკური ფილოსოფიის მატარებელი სისტემა. მაგრამ თემსოფლიოს უწევს რუსეთთან ურთიერთობა. უპირობა მონდა მორჩილება. ურთიერთობის 4 ფორმა არსებობს: მტრობა, დამორჩილება, განადგურება, პარტნიორობა. რუსეთმა იცის ყველაფერი გარდა პარტნიორობის. ამიტომ ილუზია, რომ რუსეთთან შეიძლება ურთიერთობის მოგვარება არის ან დიდი მიამიტობა, ან და კიდევ ერთი რომ არ უნდა დაგვაქვს, რომ სააკაშვილმა გადადგა ეს ნაბიჯი თავის პრეზიდენტობის პირველივე თვეს. ხელგიას. შევარდნაძესაც არაერთხელ გადაუდგა, და მსგავსდება. ნუ და ბატონო და ვერ გადადგანდა ამ ნაბიჯს.
კარგით თუ გინდათ მაგას შევეშვათ კი ბატონო 2003 წლიდან დღემდეა ჩვენი სასაუბრო თემა თუმცა თქვენ მაიძულეთ რომ ცოტა წელშორს წავსულიყავით არა კიდე კარგი არ დავედით ბატონო და რა არის ის სუსტი წერტილები რასაც თქვათ რუსეთი აქტიურად იყენებს ჩვენთან იყო საუბარი ამ ფილმში კონფლიქტებზე სოციალურ თემატიკაზე ოპოზიციაზე ძალიან ბევრი იყო საუბარი მართალი გითხრათ თავიდანვე მე ამ ფილმისაგან ბევრს არაფერს ველოდი ახალს შესაძლოა ერთი რამე შტრიხი ყოფილიყო ისეთი რაც მე მანამდე არ მცოდნოდა მაგრამ ფილმი არის საკმაოდ კონკრეტულ რაღაცაზე კონკრეტულ ცუდი ესთეტიკა საბჭოური ესთეტიკა ეთყობა და ეს ძალიან შემაშფოთებელი იყო არა ფილმს ეს ბატონი შესაძლებელია საბჭოთა ესთეტიკა ახლა მე არც რაღაც მონტაჟის სასწაულებს ველოდი მისგან და არც რაღაც განსაკუთრებულ სუგესტიურობას მაპატიეთ ანუ დამაჯერებლობას მე სხვა რამის თქმა მინდა ეს არის უბრალოდ რაღაც ისეთი რაც უნდა გაკეთებულიყო ალბათ მაგრამ ჩვენ მას აი შევიკრიბეთ აქ 4 ან 5 ინტელექტუალი და ვსაუბრობთ იმაზე რა როგორი უნდა ყოფილიყო ეს ფილმი იდეალში აბსოლუტურად წამგებიანია ჩემი აზრით თავარი არის ის რომ ეს ფილმი არის შესაძლოა აუცილებელი მაგრამ არასაკმარისი რგოლი ერთიან არის თუ არა საარჩევნო კამპანია ბატონო რამაზ მამაზე ის იყოს მე რა არ უნდა გქონდეს ნებისმიერ კანდიდატს საარჩევნო კამპანია რა ამაში რაღაც უცნაურია რაღაც ისეთია და ერთხას იმას საარჩევნო კამპანია იყო ჩასმული რეგლამენტი არა გენაცვალე ნუ იქნება საარჩევნო კამპანია ისი არ შეიძლება იქცეს გაშვებული კაცო კარგი ამაზე ნუ ვიდავებთ კარგით ცნი შეკითხვას მამინდა ძალიან მარტივი ყვილია იქ რამე თუ რა საქმე ის არის რომ ჩვენ უნდა ვთქვათ ერთი რამ რას ეუბნება ეს უბრალოდ ადამიანს აი უბრალოდ ქართველს ეს კარგით აი მაყურებელი როგორ ხედავს ამ ყველაფერს როცა უსმენს უბრალოდ რა უნდა დაინახოს რას ვერ ხედავს მაყურებელი აი ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის სუსტი წერტილი რომელსაც რუსეთი იყენებს მაყურებელი ვერ ხედავს ერთ რამეს ის ძალიან კარგად ხედავს იმას როგორ ბომბავენ ვიღაცები ტელეფონით საუბრობენ შემდეგ ხდება რაღაც რეზიდენტურა ვრცელდება რაღაც გავლენის აგენტები და ასე შემდეგ ალბათ ამაზე უარესიც ხდება მაგრამ მაყურებელი ვერ ხედავს რა არის რუსეთი რეალურად რას ნიშნავს იყო რუსეთის ქვეშ რას ნიშნავს გქონდეს შერბილებული კარგი თუ მეგობრული დამოკიდებულება რუსეთთან. რეალურად რას მოიტანს საქართველოსათვის რუსეთის პოლიტიკური ინტერესების განხორციელება ამ ტერიტორიაზე. აი ეს უნდა დაინახოს. რას ნიშნავს რეალურად რუსეთი, რომ ეს არის ყოფილი საბჭოთა კავშირი. იმიტომ რომ როგორ მსჯელობს ადამიანი და ამაში ვერ გავამტყუნებთ მას. ისევ რუსეთი ჯობდა. ყოფილიყავით იქ. ისმის ასეთი გამოთქმები ბოლო ხანებში აიწია სოციოლოგიაში. ესეც ბუნებრივია რუსეთის უნდა რუსეთის საბჭოთა ნოსტალგია ესეც თემა. მე ვეთანხმები რამას იმაში რომ უკვე დამავიწყდა რა შეგეთანხმები მაგრამ მე ძალიან სწორად თქვი რომ საშინაო პოლიტიკის პრობლემაა და მართლაც ხალხი იქ საშინაო პოლიტიკამ გამოიყვანა მაგრამ ის უკმაყოფილება, რომელიც დაგროვდა 4 წლის განმავლობაში, არის იმდენად ბუნებრივი, რომ მე, როგორც ადამიანი, რომელმაც რაღაცა ისწავლა ცხოვრების განმავლობაში, მიკვირს, რატომ არ არის ის ამდენად დიდი, გაცილებით უფრო დიდი. უკმაყოფილება? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ასეა, როგორც სხეულები სითბოში ფართოვდება და სიცივეში ვიწროვდება, ზუსტად ასე, როდესაც არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, იზრდება მოთხოვნილება და კიდევ უფრო ბრკოლდება ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიჩქარე და სინამდვილეში ის ხალხი გაჭირვებულმა მდგომარეობამ კი არ გამოიყვანა იმდენად, შესაძლებელია ეს პარადოქსულად ჟღერდეს. არამედ იმან რომ ამ ხელისუფლებამ, ამ ხალხს მისცა საშუალება, რომ მათ ქონოდათ მოლოდინები და ჩვენ ეს ასე ვთქვათ, ინტელექტუალი და ნასწავლი ხალხი რაღაცას მოველით ამ ფილმისგან.
გონია რომ ეს უნდა ყოფილიყო რაღაც ნიმუში, არ ვიცი, კინოხელოვნების როგორც ეგან თქვა ან რაღაც პოლიტიკური იდეოლოგიის ხალხი ბუნებრივია ქართველი მოითხოვს ყველაფერს დღეს და ახლა. არ უნდა ყოფილიყო. ერთი რამე მინდა ვთქოს, ხოთაშორის ემბარგომ გამოიღო შედეგი ახლა, იმიტომ რომ მთელი უკმაყოფილება იმის გამო რომ კახელი გლეხი ვერ ყიდდა ყურძენს აყიდა ძალიან დაბალი ფასით, ხომ? აი ახლა იფეთქა, ვიდრე თქვა წინა წელს. ასე რომ შედეგი რუსეთის გარკვეულმა ქმედებებმა მაინც გამოიღო. მე ერთი რამე მინდა ვისაკითხი რომ თქვა ჩვენ ემბარგო წარმატებით გადავლახეთ, არც ესე აღმოჩნდა. ნუ ხო, გარკვეული ამან ესე იგი უკუჩვენება ამ ემბარგოს გარკვეულწილად გამოიწვია და ერთ-ერთი უკმაყოფილების მიზეზი კახეთში იყო ის, რომ ეგრე რო არ ყოფილიყო, ეგ იქნებოდა გასაკვირი. ეს იქნებოდა უცნაური, მაგრამ და ხო არ შეეძლო თქვა სახელმწიფოს რაღაცა ნაბიჯები გადაეთქვა შემდგომში. სახელმწიფო ამ შემთხვევაში ეს არის მართლა ბაზარი რა. ხალხმა კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ გადავედით საბაზრო ეკონომიკაზე. თუმცა ეკა ერთი რაღაცასაც ვიტყვი, ჩვენ მთლიანად ქონდა აგებული ესეთი ორი სხვადასხვა საინფორმაციო სტრატეგიას ხედავდით, ხო? იყო ტელეკომპანია, რომელიც აჩვენებდა თქვა ვაზის გაჩეხოს, იყო სხვა ტელეკომპანიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ კარგად ჩატარდა და სინამდვილეს არც ერთი ამბობდა რეალურად, არც ერთი ამბობდა და ამიტომ შეიქმნა რეალური პრობლემა. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა რუსეთის პრობლემა არის და არის ძალიან დიდი, ისეთი დიდი რომ შეუძლებელი ეს თვალხილულმა ადამიანმა უნდა მოაზროვნე ადამიანმა და არა მარტო საქართველოს. და არა მარტო საქართველოს, მაგრამ ჩვენთვის ეს არის მართლაც ძალიან ხილული და მართლაც ეგზისტენციალური პრობლემა რა ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ამ არგუმენტის გაცვეთა ისე როგორც გაცვითეს ეს ხელისუფლების წარმომადგენლება. ეკონომისტში იყო ერთ-ერთი ესეთ ფრაზა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმდენი იძახა რუსეთის გელიოსა გამოჩნდა. იმიტომ რომ არ შეიძლება ნებისმიერი კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან წამოვა ეს კრიტიკა თუ ხელისუფლების საზოგადოების წარმომადგენლის მხრიდან არ შეიძლება იყოს მხოლოდ იმ კუთხიდან დანახული, რომ ეს ემთხვევა რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს, ამიტომ ეს კონკრეტული ადამიანი ემსახურება რუსეთის ინტერესს. რა თქმა უნდა, იმის შიშის გამო ხელისუფლებამ არ უნდა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს რუსეთის არგუმენტი და ამის გამო ნებისმიერი კრიტიკის წინააღმდეგ ამ არგუმენტით არ უნდა ილაშქრებდეს. რადგან კრიტიკა იმისათვის არის აუცილებელი, რომ ეს ქვეყანა გახდეს ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფო. თავისუფალი სიტყვა იმისთვის არის აუცილებელი, რომ ეს ქვეყანა იქცეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მაგრამ კრიტიკასა და პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნას შორის არის ძალიან დიდი სხვაობა და მე მგონია, რომ ეს საშიში ზღვარი გადაილახა ზუსტად ნოემბრის აქციების დროს. რადგან დემონსტრაციები კი ბატონო, რამხელა დემონსტრაციებისგან მოაწყეთ რაღაც გონივრული მოთხოვნებით, მაგრამ როდესაც ხდება ამის რადიკალიზაცია, აქ უკვე გადაიკვეთება ის ზღვარი, როდესაც რუსეთის ინტერესები იგებს, უნდა თუ არა ეს ოპოზიციას. იცით რა, აი ბატონო რამაც მინდა გკითხოთ ესეთი რამ ხშირად მომისმენია, რომ მაგალითად კითხვა ისმის ასე, რატომ დაიწყო აქციების შემოდგომაზე, რატომ დაიწყო მიზეზი ვიცით, იყო ოქროაშვილის გამოსტა იყო. საქართველოში რამე არა შემოდგომაზე ხდება? მაგრამ არა, რატომ დაიწყო შემოდგომაზე და რატომ არ დაელოდა თქვა პოლიტიკური ოპოზიცია გარკვეულწილად გაზაფხულს, როდესაც იგივე მაპის საკითხი შეიძლება უფრო დადებითად არ იყო გარანტირებული ცხადია, მაგრამ უფრო დადებით კონტექსტში გადაწყვეტილი. მოვლენებს ხა ფილმიც ცოტა ტყუის მაქვს თვალსაზრისითაც მოვლენებს შეგახსენებთ. პროცესები საკმაოდ მდორედ მიდიოდა და როცა დაიწყო ოქროაშვილის გარემოცვის დაჭერა, მერე ამაზე ოქროაშვილმა უკვე ასე ვთქვათ დაცვის სვლა გააკეთა და მოგეხსენებათ ეს განცხადებები და ამ ორმა მომენტმა დააჩქარა ესე რომ ოქროაშვილის გარემოცვაზე რო არ დაწყებულიყო ეს შევიწროება ოქროაშვილის გარშემო წრის პროცესები ნელი იქნებოდა, არ დაჩქარდებოდა. ეს ხელოვნური დაჩქარება იყო. არავის არ აწყობდა ეს დაჩქარება, იმიტომ რომ წესით საარჩევნო მარათონის ბოლოსკენ უნდა აიწიოს პიკი და არა დასაწყისში. ხო, მაგრამ ზუსტად საინტერესოა რატომ? რატომ გაკეთა ესეთი არასწორი სულა, თუნდაც რაციონალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, რატომაც კეთდება ხოლმე არასწორი შეცდომის გამო? შანსი გაჩნდა და არ გაუშვეს შანსი ხელს. იმიტომ რომ ოქროაშვილი, როდესაც ესეთ განცხადებებს აკეთებდა ბატონ რამაზ, როდესაც პრეზიდენტს აბრალებდა თუ მან დაუკვეთა პატარკაციშვილის ყრელობა და ასე შემდეგ. ოქროაშვილი მაგ განცხადებებს არ გააკეთებდა, რო არ დაწყებულიყო მის გარემოცვაზე. ხომ მიგაჩნიათ რომ ოქროაშვილის დაკავების საფრთხე, ოქროაშვილის დაკავების საფრთხე დაკავებია პირდაპირ ოქროაშვილი, კაც. არა, ოქროაშვილმა იმიტომ გააკეთა განცხადება, ასე. მისი გარემოცვა არ იყო ქიტოშვილი უშუალოდ. აბარა
ანუ ისე რომ გარკვეული თვალსაზრისით ფორსირების მიზეზი ხელისუფლებაშია. ვერ ვიტყოდი რომ თუმცა, ხელისუფლებაში ახლა მახსენდება ამ სიტუაციის ზუსტად ესე განვითარება. ინფორმაციაც არა გვაქვს საკმარისი. რაც გაქვთ იმას დააკვირდეთ და ლოგიკაზანები თუ არ სწორი ინფორმაციასთან არა, დაკავშირებით ოქროშვილი რო არ დაეჭირათ, ის ასევე მოაწყობდა კიდე შეიძლება კიდე უფრო ხალხმრავალ დემონსტრაციებს. იმ განსხვავებით რომ ექნებოდა ერთი ლიდერი. მოვლენებს დააკვირდით რა რის მერე ხდება. კი ბატონო. შაშან ტინდელიც კი მახსოვს შენი ბრიყული წენა 1000 რამე. რაც ეხება ინფორმაციასთან დაკავშირებით, არ ვიცი, მე აი ფილმში საკმაოდ საყურადღებოდ მომეჩვენა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის ინფორმაცია, რომელიც აგვისტოშია მომზადებული. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი 100-ია თუ არა ნამდვილად, ეს უნდა ალბათ შესაბამისმა ორგანოებმა დაადასტურონ, მაგრამ თითქოს ძალიან ემთხვევა განვითარების იმ სცენარს, რომელიც სავარაუდოდ სამართალდამცავებმა გაზაფხულზე წინასწარ გათვალეს. ანუ მათი დინამიკა ჩანს. დინამიკა ჩანდა. ანუ ამის მიხედვით დინამიკა ჩანდა, რომ ოქროაშვილის შემოსვლა და ასე და შეიძლება კონტრზომებიც იყო მიღებული იმისთვის. რა თქმა უნდა, დინამიკა ჩანს, ფათაშორის ამ დიალოგში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ დოკუმენტს თუ მოგვაწვდიან უფრო, ასე ვთქვათ, დამაჯერებელი სახით, კარგი იქნება. იცი რა არის, მასეთი დოკუმენტი, როცა ქვეყნება და ახლა ჟურნალისტები ხართ, ხო? მასეთი დოკუმენტი, როცა ქვეყნება და გინდა პროცესების პრევენცია, ქვეყნება კი არა, გიკავია ხელში. იქ ერთ-ერთი ყველაზე იული გზა არის, რომ დოკუმენტი გამოაქვეყნო, მაშინ პრევენცია ხდება. მაგრამ შეიძლება თუ გინდა დასჯა, თუ გინდა დასჯა, მაშინ კი შეინახავდა ბოლოში გამოაქვეყნო. არა, ჩვენ არ ვიცით, იქ იყო დათარიღებული, მაგრამ არ ვიცით, როდის აღმოჩნდა დაზვერვის ხელში სინამდვილეში ეს და სხვათა შორის. არა, ბატონო და ეს არის აგვისტოში კონტრდაზვერვის მიერ მომზადებული გარკვეული სცენარის განვითარების ანალიზი. ანგარიშივით არის. ფილმიდან არ ჩანდა ეს, თქობა შენ უფრო კარგად იცი. არა, მე ესავით უყურებდი ფილმს ასე რომ. მაგრამ სინამდვილეში მოვლენათა მიმდევრობა ბევრს არაფერს ამტკიცებს, იმიტომ რომ ყოველი ინტერპრეტაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, როდესაც რაღაცის შემდეგ ხდება და გონიათ რომ ეს იმის გამო მოხდა. ეს ბევრს არაფერს გიორგის სურდა ამასთან დაკავშირებით ამ დინამიკას. მხოლოდ რეალობა არის შეუმეცნებელი, ჩვენ შეგვიძლია ადამიანის ტვინს საერთოდ შეუძლია მხოლოდ ვერსიის გამოყენება ცხადია. რეალობის შესახებ. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს 100-ია, ეს 100-ია, არ უნდა მივიცეთ ჩვენ თავს იმის უფლება, რომ თითქოს ჩვენ ვიცოდეთ რაშია საქმე. ერთი რამ შეიძლება დაბეჭდებით თითქოს ყველაზე საინტერესო რაც ჩვენ ნახეთ აქ სიუჟეტები ჩემთვის იყო და რამას ვეკითხებოდი როგორც ფსიქოლოგს ეს ანალიზი გამიკეთებთ კი ამაში რომ აი ელაპარაკება დაუშვათ მზვერავი ამ ქართულ პოლიტიკოს არა ჩემს დიდი შტაბიშილება მოახდინა აი ამათმა მენტალობამ, ამათმა მონურმა დამოკიდებულებამ, იქით როგორ ეფერებიან, როგორ ეფლიდებიან, როგორ მოუგონ გული, მერე პასუხსცემენ ისეთ რაღაცებზე არ მინდა გვარები დავასახელო, რასაც ის არ გეკითხება და ეს როგორც უსები ტყვიან ვისლუჟივეს დამატებით ეუბნება ეს თუმცა ყველა შემთხვევაში მე მგონი ასე არის. არა, რამდენიმე ეპიზოდი ან სურათი ყაჩარის ცხოვრები და იქ იყო რამდენიმე და ეს ფსიქოლოგიურად არის ძალიან საინტერესო რა გითხრათ ბატონმა რამაზმა მას შემდეგ რა თქვენ ეს კითხვა და ის თანარამეები მკითხა ფსიქოლოგი როგორც ფსიქოლოგს რომ იმას ვერ ვიტყვით ახლა მაგრამ ამასთან დაკავშირებით როგორია ეს თქვენ იმას აზრი ისიც რა ბატონობას მართლა მაინტერესებს აი ბრალდება გაცილებით ძიმეა ვიდრე ის მასალა რომელიც უკვე მე რამდენად გადის ეთერში უბრალოდ მე ძალიან არ მინდა მართლა ეს მგელი ახსენა ეკა ძალიან იმიტომ რომ თუ ვინმე ზრუნავდა რუსეთის მიმართ იმ დამოკიდებულების გამომუშავებაზე შეძლებს დაგვარად მე ზრუნავდი სადაც მქონდა შესაძლებლობა და ძალიან არ მინდა რომ რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს ბერია დაიჭირეს ინგლისის აგენტობისთვის ხო შედეგად რა მივიღეთ მთელი იმ სტალინური ეპოქისა და ბერიის დაჭერის შედეგად ინგლისის, ამერიკის და ევროპის მიმართ საზოგადოებაში სიმპათიები იყო გაცილებით დიდი. ანტიპატიურად იყვნენ გაწყობილი არსებული რეჟიმის მიმართ. აი ეს არ მინდა რომ მოხდეს რუსეთის მიმართ. ვერ მოხდება. ამისათვის
ყველაზე თქვენ გონიათ რომ ხელისუფლების ალტერნატივა საზოგადოებისთვის ხელისუფლების მიმართ შენ დაგვირდი რომ ხმას არ ამოიღებ მაგრამ მე ეკას გადაცემამდე პირობა მივეცი რომ ეს ასე არ იქნებოდა ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე და მე ვიტყოდი ერთადერთი ეფექტური გზა არის ბოლოს და ბოლოს ქართულ მედიაში უნდა შემოვიდეს და დამკვიდრდეს ანალიზი ანუ რუსეთის ჩვენება უნდა მოხდეს არა იდიოტი დუმის დეპუტატების არა სკანდალური გადაცემების როგორც აი მე არ მგონია ჩვენ საინფორმაციოში გვხვდება ხოლმე ალალბედზე აღებული ფრაგმენტები ხან NTV-ს და ხან პირველი არხის ტოქ-შოუებიდან და ამას საერთოდ არ სჭირდება გონებრივი დაძაბვა იმისათვის რომ გააკეთო საჭირო არის ის რომ ჩვენმა მაპატიეთ ამ სიტყვისათვის ჟურნალისტებმა ისწავლონ ბოლოს და ბოლოს ფიქრი და ორი მოვლენის ერთმანეთთან დაკავშირება და მესამე ასე თქვა აქედან დასკვნის გაკეთება. აი ამას სანამ არ ვისწავლით, ჩვენ არ მოვერევით მტერს ჩვენ საკუთარ თავში. აი ჩვენი უვიცობა არის სწორედ ყველაზე უფრო დიდი მტერი. და მე მიკვირს და ალბათ მართლა ღმერთი გვწყალობს რომ რუსეთი სულ მუდამ აბიჯებს ერთსა და იმავე თოხს ფეხს და სულ მუდამ ერთსა და იმავე შეცდომას სულ მუდამ ძალიან გვეხმარება გარკვეული აზრით იმას უშვებს იმიტომ რომ ეხლა მეც ველოდი მზარდი შედეგები აქვს მოწვევის დროს ჟურნალისტებმა ვინც პროდიუსერმა რომ ამერიკა რუსეთის თემა იქნებოდა მეც ველოდი ეხლა ნოდარის თქმის არ იყოს რომ დავждებით და ვიფიქრებთ იმაზე რა ხდება ბოლო ხანებში რუსეთში არა საქართველოს მიმართ საქართველოს რუსეთისთვის ერთი დეტალია ღიმილის მონგრელია ფრაზა რომ საქართველოს გახალდა რუსეთმა ცენტრალური თემაო როგორ გეკადრებათ რატომ ვაბნელებ პატარა დეტალიც არ არის ბატონო რამას ესე რომ იყოს რა მსოფლიო პრესას ჩახედეთ რა ძალიან კარგად უყურებთ ეგ გთხოვათ ნოდარმა ეხლახანს არა დიდი ბოდიში რუსეთი მუშაობს ევროპის მიმართულებით ჩინეთის მიმართულებით ინდოეთის მიმართულებით არაბული სამყაროს მიმართულებით თუნდაც ევროპასთან მიმართულებაში შეიძლება საქართველოს და საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ყველა ამ მიმართულებით. და ყველაფერს ამის მიმართულებით რომ მუშაობს ეს მაგიტომ უნდა რომ ნატო არ გახდეს მისი მეზობელი და მაგიტომ უნდა რომ საქართველოს არ შევიდეს. მაგასაც ვინ კამათობს რომ არ უნდა. ამიტომ არის დიდი დეტალი ბატონო რამას. საქართველოს რომ ამბობდეს რომ მას არ უნდა ნატოს წევრი გახდეს. მაშინ რაზე მეკამათებით ახლა რომ საქართველოს იქეთ თუ გაიხედე რუსეთის მოძრაობა თუ დაინახე საქართველოს იქეთ ცუდი არ შეიძლება მარტო ქართველები თუ თუმცა მე ვფიქრობ ეს ერთი ძალიან მარტივი რაღაცის თქმა უნდა სინამდვილეში საქართველოს ყოველთვის იყო გასაღები აზიისა და ეს ჯერ კიდევ ნიკოლოზი ხო და მანამდე არა ერთი რამეც არის ალბათ ერთი რამეც არის ინდიკატორი რომ იმ არხებზე რომელდანაც ჩვენ ეს სპონტანურად ვიღებთ ნაწყვეტებს ყოველთვის პირველი თემაა საქართველოს და რამდენი ხანია პირველი რომ არ იყოს ალბათ ვერ მოახერხებდნენ ჟურნალისტები და რამდენი ხანია ტოქ-შოუში მიმდინარეობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოდით ამას არ ვიცი ახლა ერთი რამ მინდა ახლა რამაზმა რო წარმართა ეს თემა რა ხდება რუსეთში არა ძალიან საინტერესოა ანალიზის თვალსაზრისით და ჩვენი ჟურნალისტები დაინტერესდნენ მართლა თუმცა აქვე მინდა ერთი რეპლიკა ვთქვა რომ 20 საათში დაიბეჭდა პამფილოვის წერილი ქართულ ჟურნალისტიკაზე იმდენად მართალი რამე წერია ჩვენი ჟურნალისტიკის დაბალ დონეზე რომ მე შემწვა მაგრამ თან გამეხარდა ვიღაცა მაინც თქვა და ბოლოს თავდება რომ მოამზადეთო ეს ჟურნალისტები მაგრამ ეს სხვა თემაა ახლა ძალიან რთული რამე ხდება. პოლიტიკოსებსაც უნდა ჟურნალისტებს ნუ გადავტეხოთ. არა, პოლიტიკოსებს იცოცხლე. ორივეს ერთად თუ მომამზადოთ, თოთ უკეთესი იქნება. კიდე უკეთესი ესე. მაგათი არ დავ, რო ორი წიგნის დაკითხვა საჭიროა ცხოვრებაში. ისა. იცით ეს არის პარადოქსული სიტუაცია. უცნაური სიტუაცია თვითონ რუსეთში. რუსეთი წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას ამ უზარმაზარ იმპერიაში. გიფიქრიათ ამაზე? ოფიციალური ვერსიით რუსეთი არის 60 მილიონი, არაოფიციალური ვერსიით რუსეთი არის 40 მილიონი. 147 მილიონია თვითონ მთლიანად რუსეთი დღეს. აქედან 40 და 60 შორის არის რუსები და უამრავი პრობლემა. დანარჩენი არის ამ ხრივ ეს იწევს იქ საშინელ
ნაციონალისტურ ფაშისტურ იდეოლოგიის აღმოჩენებას. მომდგარია ეს 2 მილიარდიანი მომდგარია ეს 2 მილიარდიანი ჩინეთი, რომელსაც ეკუთვნის ეს უზარმაზარი ტერიტორიები. მე წავიკითხე ახლა უკანასკნელ დროს გამოქვეყნებული ნაშრომი რუსეთის გეოგრაფია და პოლიტიკა, სადაც ლაპარაკია, რომ რუსეთს ესაზღვრება 15 ქვეყანა, საქართველოს ნახსენები არ არის საერთოდ, 15-ვეს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთისადმი. საქართველოს პრეტენზიებზე ლაპარაკი არ არის, საერთოდ არ ითვლება. ალბათ ეს შემთხვევა, როცა პრეტენზიები პირიქით აქვს, შეიძლება. საერთაშორის პრეტენზიები იცი ვის აქვს? მე ხარ ლაპარაკობ ფინეთს რა პრეტენზია აქვს, ლიტვას რა პრეტენზია აქვს, ლატვიას და დაუშვათ უკრაინას რა პრეტენზია აქვს. ჩვენ გვეგონა რომ რუსეთს აქვს უკრაინისადმი პრეტენზიები, უკრაინას რა პრეტენზიები აქვს, უკრაინელები დასახლებული რუსეთის ტერიტორიაზე. იქ ლაპარაკია რა პრეტენზიები აქვს გერმანიას, რა პრეტენზიები აქვს იაპონიას, რა პრეტენზიები აქვს ჩინეთს. თუმცა რუსეთის ფაქტორი ცხადია, ბატონო, რომელიც ამბობდა ამაზე, ბოლო ხანებში საკმაოდ გაძლიერებულია, თუნდაც იგივე ენერგეტიკული. ძალიან გააძლიერა ევროპამ. რუსეთის ფაქტორი. ევროპამაც და მუსულმანურმა ომებმა პრინციპში ძალიან გააძლიერა. მისი როლი აწია ზემოთ. იმუშავა მაგაზე. რომ გადმოვიდეთ ისე ვთქვათ ჩვენს სამშობლოზე, რომელიც შეიძლება პატარა ზოგადად დიდი ის რატო არ დავამთავრე უბრალოდ მე წავიდა თემა და რატო არის ეგ მნიშვნელოვანი, იცი, როდესაც ლაპარაკობთ, რომ რუსეთის როლი მსოფლიოში იცვლება და მთელი დასავლეთის პრესა მიძვეც პრასნულსას იძახის, ეგ უკვე ნიშნავს, რომ შენ და ამ დროს შენ რუსეთს დასავლეთის იმედით უპირისპირდები. ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაცა სიახლეს უნდა ელოდო დასავლეთის მხარდაჭერაში. სხვათა შორის იყო იმაზე საუბარი, რომ განზაფრებას უფრო, რაც გამორიცხული არა, ან შეიძლება უფრო კომპრომისი. ყოველ შემთხვევაში თვითონ დასავლეთი რუსეთის მიმართ ისეთი აღარ არის. ფაქტია ის, რომ ბალტიისპირეთთან შედარებით ჩვენ შანსები გარკვეულწილად გართულებული გვაქვს, იმიტომ რომ ყოველთვის ხდება ლაპარაკი, რომ ის მომენტი დროს, როდესაც ფართოვდებოდა ნატო, ისეთი მნიშვნელობა რუსეთისათვის, რა მნიშვნელობაც აქვს საქართველოს. კი ბატონო, ყველა ვარიანტში განამძება ფაქტორის გამო, თუნდაც იმის გამო, რომ რუსეთს არ უნდა წარმატებული მაგალითი პრეცედენტი შექმნა, რომ ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში იქნება წარმატებული დემოკრატია. იმიტომ რომ ეს თვითონ თავისთავად თუ შენ ხარ დემოკრატიული სახელმწიფო, ეს ნიშნავს, რომ გართულებული ურთიერთობები გაქვს რუსეთთან, რადგან რუსეთში რაც ხდება, ძალიან შორს დგას დემოკრატიასთან და შეუძლებელია ესეთი ორი ტიპის ქვეყნის პარტნიორულ დონეზე ურთიერთობა. მithumetes არ უნდა ექსპორტი დემოკრატიის და ამიტომ ნომერ პირველი ამოცანა დღეს რუსეთისთვის არის, რომ მითი საქართველოს შესახებ, რომ მითი დემოკრატიის შესახებ დაინგრეს. ქვეყანა საბჭოთა გავიდეს და უკეთესად მოაწყოს თავის ცხოვრებას. ეს სულ ინიციატივიანი პოლიტიკა. მაგრამ გადმოდა, რითით რა თემას მინდა შევეხოთ? ახლა ჩვენ რო პრინციპში გავაანალიზოთ ეს საკითხი და ვთქვათ, რუსეთის როლი გაძლიერებულია, დასავლეთი შეიძლება წავიდეს გარკვეულ კომპრომისებზე რუსეთთან, თუმცა მე გულახდილად ვამბობ, რომ შეიძლება პირიქით მოხდეს ისე კომპრომისების საკითხი ცოტა განხილვის მომენტია, მაგრამ რისი მაინტერესებს, რა ხდება ამ შემთხვევაში? მაშინ შეიძლება ახლა პატარკაციშვილის ნათქვამი მოგვეწონოს, რომელიც ამბობდა რამდენიმე დღის წინ, რომ რუსეთის ლანძღვა არ შეიძლება, რუსეთთან ასეთი ურთიერთობები არ შეიძლება, ამ თემას ნაწილობრივ კი შევეხეთ. და აი მე როცა მოვაწესრიგებ ხალხებს შორის ურთიერთობებს, რომელიც პოლიტიკოსებთან დაწერეს. არა, ეს არის ზღაპრები ეს ყველაფერი. არა, შეიძლება თუ არა, რას ნიშნავს ეს ხალხებს შორის ურთიერთობა? ამას აქვს, იცი, ეს უკვე ესეც ეს მითოლოგია. ხო, რა თქმა უნდა, მითოლოგია, რაღაც ისეთი ყავლგასული მეტაფორაა და მე კიდევ ერთხელ იძულებული ვარ დავეთანხმო რამას, რომ აქაც ჩვენი შინაგანი პრობლემა არის, ეს შინაგანი პრობლემა არის ამ შემთხვევაში თაობათა შორის ბრძოლა, ანუ ის ადამიანები რომლებმაც კარგად იცოდნენ რუსული და ასაღებდნენ საკუთარ თავს სწორედ ამენოვან გარემოში, მათ უნდა დატოვონ, როგორც ეთყობა, აქტიური ასპარეზი და ეს არ ხდება უმტკივნეულოდ. ყოველთვის, როდესაც ყველანაირს გულისხმობთ, ბატონო და თუ პოლიტიკური. არა, პოლიტიკური კი არა, აქტიური ასპარეზი მეთქი.
ამ შემთხვევაში. Რა თქმა უნდა, შესაძლოა ვიღაცა ჩავიდეს და დადგას იქ სპექტაკლები და იქ სადაც რომან ვიქტიუკი ყავთ მაგალითად და სხვა მრავალი საინტერესო რეჟისორი რატომღაც იქ ჩასულ ქართველ რეჟისორებს უკრავენ დაშს, რაც ჩემთვის გაუგებარია თუ არ გამოვიყენებთ და არ მოვიხმართ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ мотивაციას. მაგრამ ალბათ ექნებათ ამ ადამიანებსაც პირადი ამბიციების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მაგრამ საქართველოში აქტიური ასპარეზი მათ უკვე აღარ ეკუთვნით და ეს არის სრულიად ბუნებრივი. და აღარ იქნება ქართველი ინტელექტუალი ის, ვინც სულ მუდამ ილფის და პეტროვის რომანს აციტირებს. წაიკითხავს ქართველი ინტელექტუალი, არ ვიცი, მას ფოლკნერს და მელვილს ინგლისურად ბოლოს და ბოლოს. ჯერ არ შეუძლია, მაგრამ ერთ 7 წელიწადში დიახ, იცინებს მარკ ტვენს. იქნებ ჩვენი ტიპის ადამიანები მაინც იქნებიან საზოგადოების დაყოფის ინიციატორები. იცი რა, საზოგადოება მაინც დაიყოფა. არაფერი ცუდი ამაში არ არის. ბოლოს და ბოლოს შესაძლოა ვწდებით, მაგრამ მე მგონი სკალპელი ეგიწევს უკმაყოფილებას. უკმაყოფილება გაიზრდება. ჩირკგროვების შენარჩუნება ამ შემთხვევაში მე არ მიმაჩნია მიზანს შეწუნილად განსაკუთრებით კულტურულ ასპექტს. გააჩნია ვინ-ვის ჩათვლის ჩირკად. ეხლა ვინც გაიმარჯვებს იმისია. ნოდემა ეხლა რა, ეხლა შენ ისტორიკოსი ხარ, ამავდროულად და პოლიტიკური მეცნიერის ხო. აი რაც ეხლა ჟურნალისტი, აი ამას ქვია პოლიტიკური ფილოსოფიის ენაზე შიდა პროლეტარიატი ჩდება ქვეყანაში. აი ეს პრივილეგირებული ნაწილი უცბად კარგავს თავის პრივილეგირებულ მდგომარეობას და ხდება იქცევა პროლეტარიატად. ასე დროს ქვეყანაში ჩდება მეორე პროლეტარიატი, პერიფერიული აი ეს სეპარატისტული რეჟიმები. ერია გადგება რუსეთი, აქ იმართება მიტინგები. ამ ორენებს შორის არის კავშირი. პროლეტარები. ეხლა ეკამ თქვა რომ ჩვენ აი ყველა საქართველოში ეს ხდება და აი იმას ჩვენ და ეხლა ხელისუფლებამ არ მიაქციოს ყურადღება რომ გამოავლინა ეს ამბავი, რა ქნას ეხლა რა გულზე დაიკრიფოს ხელი. მოდით აი პროლეტარების საკითხს რომ მივხედოთ. ახლა არჩევნების დღე რომ მოახლოვდა, ნახეთ რომ პრეზიდენტი გააქტიურდა, ბევრ ასე ვთქვათ, სფეროს ხდება წარმომადგენლებს. ისიც რა ცხოვრება ვითარდება და ყველანი ერთმანეთს დიდ. ჩვენ ერთმანეთს დიდ და ერთმანეთთან ერთად ვიძდებით. ზოგი ვისაც ნიჭიერია და გონება გახსნილია, სწრაფად იზრდება, ზოგი საერთოდ ვერ გაიზრდება, დარჩება ისე. და ბუნებრივია ხელისუფლებას გაიზრდება და არსებობდა კითხვები, რომელთა არსებობას ის ვერ გრძნობდა და უცებ რეალობამ დაანახა, რომ ეს არის კითხვები, რომელზეც ანუ შედეგი ყოფილა მაინც გარკვეულ. რა თქმა უნდა, გარკვეული აზრით იყო, მაგრამ ამ შედეგი თვითონ ქვეყანაზე აისახა ცუდად, აგერა ეს დამოკიდებულება დასავლეთის, რომელიც თქოს მიზეზს ეძებდა, რომ თავი შეეკავებინა, მოგიწოდებს ლოიალობისაკენ, რუსეთს გაუწია ანგარიში, მაგრამ იმიდა რომ ეკას ქმის არ იყოს, მე ხმას არ გავიღებ, ეხლა ერთ მოდელს. მე გავეცანი ამ ლიტერატურას. აი დასავლეთის აი ამ პოზიციას და გულახდილებთან გითხრათ, საბეშილება დამრჩა, რომ ეს არ არის პოლიტიკური აზროვნება, ეს არ არის საგანთა ლოგიკის გამოხატულება პოლიტიკაში. რა რეკომენდაციებსაც ისინი საქართველოს აძლევენ, მე გული დამწყდა, რომ ეს არ არის ადეკვატური აზროვნება. იქ არ ჩანს პოლიტიკური ნება და ეთყობა თლაც ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი არ არის დასავლეთის და ამერიკის დამოკიდებულება და ნატოს დამოკიდებულება. თუმცა მათ დამოკიდებულებაზე ვართ ჩვენ დამოკიდებული და ასე არ არის, ესე იგი მე ვერ დავინახე და ეს არ არის ისეთი ბარიერი, რომელიც ქართულმა დიპლომატიამ და პრეზიდენტმა ჩემი აზრით ვერ გადალახოს. ალბათ უნდა გადალახოს თუნდაც იგი არჩევნებმა, რომელიც 5 იანვარს ჩატარდება და იმედი ყველას გვაქვს, რომ ეს იქნება შესაძლებელი. ბატონ დრამას არა, ჩვენ რაღაც ჰაიდნის სიმფონიასავით გამოგვდის, ნელ-ნელა ვტოვებთ, ასე ვთქვათ. მაგრამ მე მინდა ჩემ თავს გადავაჭარბო და დავეთანხმო რამაზის იმ აზრს, რომელიც რომელიც მას ჯერ არ გამოთქვამს. მე ვფიქრობ, რომ დრო არის
ხელისუფლებას ღირსებად ჩაუთვალოთ ის, რომ მისი აქტიურობა გაიზარდა. და რომ ოპოზიციას არ ჩაუთვალოთ ღირსებად რომ აიძულა ხელისუფლება აქტიური გამხდარა. რატომაც არა, ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ის შეხვედრები, რაც ახლა ხდება და გარკვეული ზომები ბოლოს და ბოლოს კი ბატონო, ვიღაცამ აიძულა, ვინც აიძულა, კარგია თუ ცუდია, სხვა საკითხია, მაგრამ ამ იძულებაზე იყო ადეკვატური რეაქცია და რატომ უნდა დავუკარგოთ ეს ვინმეს? უკეთესი იქნებოდა, რომ ასე ვთქვათ, საკუთარ ბოღმაში დამხრჩვალიყო და საერთოდ თითქოს არაფერი არ ხდება, ისე მოქცეულიყო. ამისათვის არანაირად არ ქონდა შინაგანი мотиваციაც კი მე ამის მჯერ. და მე მგონი ხა ბატონი რამაზ დაგეთანხმებათ ისე. იმიტომ რომ ნამდვილად დავეთანხმები, საქართველოში კაცი არ ყოფილა, ვისაც არ ეთქვას, რომ 5 იანვრის, არჩევნების დანიშვნა იყო სწორი ნაბიჯი. ისე როგორც 7 ნოემბერი. ეხლა საკამათო არის ვადა, ესა, მაგრამ ის რომ დანიშვნის არჩევნების დანიშვნის გადაწყდა საკითხის მოგვარება და არა სხვა გზებით, დასავლეთიდან დაწყებული ნებისმიერი ქუჩაში მყოფი გამლელი დამთავრებული ყველა მიესალმებოდა. და ის ნაბიჯები, რომელიც ახლა 5 ნოემბრისთვის იდგმება? აი, რაც 5 ნოემბრისთვის იდგმება, ეს ნამდვილად აღარ არის. იგივე 5 იანვრის უკაცრავად. რას გულისხმობთ? შენ რაღაც 5 ნოემბერი უკან წახვედი, ხო? უკან წავედი, რადგან ნოემბრის მოვლენებს უკავშირდება. გულისხმობ იმას, კარგი რაც ნოდარი ამბობდა, რომ ხელისუფლებას დაუნახოთ. ისე სწორი წამოწთენა 5 ნოემბრისთვის იდგმება, ანუ იქ გამოხატულ პროტესტმა გააკეთა ბევრი რამ, ვეთანხმები ორივეს, ოღონდ ისევ და ისევ იმის ფასი აქვს პოლიტიკაში. არანაირი შედეგი ამ არჩევნებს არ ექნება და საქართველოსგან გადადგმულ ასეთ პროგრესულ ნაბიჯს, რომლის პრეცედენტი მართლა ძალზე იშვიათია, თუ კი იმედი არ გაიხსნა. და თუ კი არ გაიხსნა სრული მასშტაბით. ეს სრული მასშტაბი რა არის? დღეს სხვათა შორის მე ძალიან შთამბეჭდავი იყო ნორჩი. რა თქმა უნდა. ნორჩი გიორგი თარგამაძის სახე, რომელიც ხოტბას ასხამდა ასლან აბაშიძეს, ჩემს ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი იყო ამ ფილმში. მოდით მომგებმა მოუგოს შევთანხმდით ბატონ რამას მოусმენ პატარა რეპლიკა და შემდეგ მოუგოს ოპონენტს სიტყვით ჯერ და არა თუ შეიძლება დავით ხო? მეც ვიტყვი. მეც მაგას ვამბობდი, ცოტა. მაგრამ ბატონ გიორგის მიცეთ ჯერ საშუალება და შემდეგ აუცილებლად და შემოგვიყვეთ აუთმო. კი ბატონო, კარგით. არ უთმობთ, კარგით. თქვა რომ მაგრამ აღარ იყო საჭიროება და საქმე იმაშია რომ რაც 7 ნოემბერს მოხდა, ჩემი აზრით ეს არის ღმერთისგან მოცემული შანსი უკვე მერამდენედ საქართველოს ისტორიაში. აი თავი დავაღწიოთ აი ამ მოჯადოებულ წრეს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. რამდენჯერმე ერთხელ და ამ 7 ნოემბერმა დაგვანახა რომ თავი დაღწევა არის ერთობლივი ამოცანა. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლება ჩემი აზრით ღირსეულად მოიქცა, გააკეთა ის, რაც ხელისუფლებას მოეთხოვებოდა, მაგრამ ცოტა ხوار გადააჭარბა ისე ბატონ გიორგი, ცოტა ხوار გადააჭარბა. ეხლა ეგ ისეთი ხელისუფლება არის ლეგიტიმური ძალმომრიობის ფორმა. ლეგიტიმური ძალმომრიობის სფერო, ხალხისგან მინიჭებული ძალმომრიობის უფლება. ხალხისგან მინიჭებული თუმცა შეზღუდული ეს არ ნიშნავს რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოება რომელზეც კაცობრიობა არ დალობს. მაგრამ ერთი რამეა ყველაზე ნიშანდობლივი, რაც აი ამ გადაცემას შეიძლება გამართლებას უძებნიდეს, რომ ჩვენსაც თუ ფილმს ფილმი რაც ნახეთ და რაღაცა ნოდარმა რას თქვა, რაღაცა მომენტი დავინახეთ, რისთვის შეიძლება რა მიზან დასახულება. ისე ხალხო, ყველა რაღაცა დაგინახავთ და ასე რომ ერთი რამ აქვს, რომ
ეს პრობლემა არის ერთობლივად გადასალახი. კი ბატონო. ეს არ არის რომელიმე მხარის ეკასთან მინდა გადავიდე შეკითხვით, რაზეც გინდა გაქვთ უფლება ეკა, რა თქმა უნდა, მაგრამ იმედის თემასაც რო შევეხოთ, იმიტომ რომ მართლაც არის ეს კითხვა დასმული. კი ბატონო, ერთ უბრალოდ მინდა შევეხო ხელისუფლების ზრდის თემას, რომ მან ისწავლა იმედი მაქვს თავის შეცდომებზე, დღეს პრეზიდენტის ხშირი კომუნიკაცია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ნიშნავს, რომ ეს კომუნიკაცია თან აღსდგა. ვეთანხმები ნოდარს იმ თვალსაზრისით, რომ რა თქმა უნდა, რაღაცა ელიტების ჩანაცვლება ხდება, მით უმეტეს ესეთ ნიშნავს საზოგადოებაში ყოველთვის, მით უმეტეს ესეთ პერიოდში, როდესაც მთლიანად ხდება საზოგადოების გარდატეხა ერთი ტიპის საზოგადოებიდან სხვა ტიპის საზოგადოებად, ელიტების ცვლილება არის გარდაუვალი. მაგრამ ფორმა როგორც უნდა მოხდეს ამ ელიტების ცვლილება, იყო ძალიან უხეში არჩეული ხელისუფლების მხრიდან. არ შეიძლება ის რომ ძალიან შეიძლება სწრაფი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოხატვის ფორმა იყო ძალიან უხეში. ის რომ არანაირად არ გამართლებს პრეზიდენტს, არამართლებს პრეზიდენტის მიერ ნათქვამ, არაფერი არ ამართლებს პრეზიდენტის მიერ ნათქვამ სიტყვის ჩარეცხილები, რადგან ადამიანს არ უნდა დაუკარგო ღირსება. როდესაც ის ღირსება შელახულად გზნობს თავს, მაშინ რა თქმა უნდა მისი სუბიექტური დამოკიდებულებამ შეიძლება გადაწყვეტოს ობიექტური მსჯელობის უნარი. და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუნდაც ნოემბრის აქციების დროს ბევრი ღირსება შელახული ადამიანი იყო გამოსული და ეს ხელისუფლებამ იმედი მაქვს, რომ გააცნობიერა და ამის შემდეგ მსგავსი შეცდომები აღარ მოუვა მას. ეს ერთი, რაც შეეხება ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც შეეხება იმედის თემას, დასავლეთისთვის იმედის თემა არის ძალიან მტკივნეული, უпростоრად ტელეკომპანიის დახურვის თემა, რადგან ეს არის სიმბოლოს ხელყოფა, დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საყრდენი სიმბოლოს ხელყოფა. გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლეთმა იმიტომ აღიქვა ესე მტკივნეულად იმედის დახურვაც, მათ არ აქვთ გამოცდილება ისეთი ტელეკომპანიისა, როგორც არის იმედი. ანუ უნდა ვაღიაროთ, ვინმეს მოგწონდა თუ არ მოგწონდა, იმედი ეს არ იყო მიუკერძოებელი თავისუფალი აზრის გამოხატვის ტრიბუნა. ეს იყო გარკვეული ბანაკი რომელიაო საქართველოში? არც ერთი. მე ზუსტად მაგას ვამბობ, რომ საქართველოში ჩვენ რევოლუციიდან მოყოლებული არ ქონია არც ერთი თავისუფალი ტელეკომპანია. ყველა დავხუროთ. ყველა ანუ და დავხუროთ, ანუ და ვაიძულოთ რომ შეიცვალონ, ხო? ყველას დახურვა არ გამოვა, ამიტომ უნდა პოლიტიკა უნდა გაატარო ყველას მიმართ ერთი. გასაგებ დაიხურა იმ საგანგებო ვითარებაში ყველა ტელეკომპანია მაქსიმალურად ცდილობს. ხო, სამწუხაროდ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს რეიტინგი და მინდა გითხრა, რომ ძალიან მიჭირ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რადგან არა ვარ ხშირი მაყურებელი. უკაცრავად, მაგრამ ესეა. ხშირად და მიხვდებით. თქვენ უნდა გაიძულოთ, რომ ხშირად გიყუროთ ეს. გაიძულოთ, რომ კარგი საინტერესო გადაცემები შემოგთავაზოთ. დღევანდელ გადაცემას უყურებთ, რადგან ეკა. არ ვიცი, ვერ ვაფასებ, ახლა ობიექტური ვერ ვიქნები. ამიტომ 7 ნოემბერი უნდა შევიდა საქართველოს ისტორიაში ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც ძველი სტილი ჟურნალისტიკის დამთავრება და რაღაცა ახალი სტილი ჟურნალისტიკის დაწყება. აი, მე ხო რასაც ეს უნდა იყოს წყალგამყოფი, ძალიან დიდი იმედი მაქვს ქართულ ჟურნალისტიკაშიც, იმიტომ რომ იმ ფორმით, როგორც მაუწყებლობდნენ საქართველოს ტელეკომპანიები, ეს იყო მარაზმი, ეს იყო ორი ბანაკის დაპირისპირება, ერთმანეთის ლანძღვა და სიმართლე ობიექტური სიუჟეტების ეგა რუსთავი ვარდების დროს არ იყო იგივე? იყო იგივე. უფრო ძლიერიც არ იყო? არა, უფრო ძლიერს ვერ ვიტყვი. იგივე იყო. ანერი ფორმით უნდა აღდგეს ტელეიმედი. ტელეიმედი უნდა აღდგეს ფორმით, რომ ის იყოს, უნდა ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელსაც შევლენ უცხოელი სპეციალისტები, ჟურნალისტები, რომლებიც ეთიკის კოდექსის მიხედვით გააკონტროლებენ ამ ტელეკომპანიის მაუწყებლობას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იგივე შეიქმნას რუსთავიორის შემთხვევაში, რადგან რუსთავიორის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ამ ტელეკომპანიის ფორმალური თუ ფაქტობრივი მფლობელი არის ხელისუფლება. ამიტომ დადგეს ეს წინადადება დღის წესრიგში, რომ შეიქმნას საბჭო, სადაც შევლენ კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ამათა გადაცემა გამოადგათ რო რატო ბატონო ამას? ამათი პრობლემა უფრო მეტად დაბალანსებულობა არ არის, რამდენადაც ნაკლებ მიმზიდველობა. ეს აჭრება ნაკლებ მიმზიდველობა. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ტელევიზიაში. ახლა იძულებული ვიქნები ნოდარსაც დასახმარებლად მომხო.
მოუხმო სამწუხაროდ ისიახშირა და ჩვენთან დაბალანსებულობა სწორედ არაპოპულარობის სინონიმია. არა, ეს არ არის და ეს არის ცუდი მაგალითი შექმნით თქვენ საზოგადოებრივ ალბათო ეკა დაბალანსებულობა არ ნიშნავს იყო არასაინტერესო. იმიტომ რომ BBC არის ძალიან დაბალანსებული, მაგრამ ძალიან საინტერესო ტელეკომპანია და ესეთი მაგალითების მოყვანა ძალიან უხვად შეიძლება. რომ დასავლეთში კარგად არ შემოუდივარ ახლა კამაში თუ შეიძლება გადაცემა სხვა რამე გადავიდეთ. და ვილაპარაკოთ მედიაზე. კი ბატონო, თუ შეიძლება ერთ საკითხად შევეხოთ, აუცილებლად როგორია თქვენი არ მიყვარს ამ კითხვის თქმა, მაგრამ მოლოდინი პროგნოზ არ დავარქმევ არჩევნებთან მიმართებაში ბატონო რამაზ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ის დაძაბულობა ჯერ ბოლომდე მოხსნილი არაა პოლიტიკურ სივრცეში საზოგადოებაში. არა, ის ახალ ფორმაში გადავა უფრო კანონიერში, რაც მისასალმებელია. ამ შემთხვევაში რეზონანსის მონაცემს თუ დავეყნობი, სხვა სოციოლოგიური არა მაქვს და უციფრებოდ ლაპარაკი მიჭირს. ამ მონაცემის მიხედვით ერთი რამე ცხადია, მეორე ტური ალბათ იქნება. თუმცა ეს მონაცემებიც ეს ძალიან კარგია, თუმცა ეს მონაცემი მეც გავიცანი საკმაოდ შეიძლება არის. არა, იქ სატელეფონო გამოკვლევა ეს არის, თუ იქნება ეს იქნება, რომ დემოკრატია შედგა საქართველოში. ასე თქვა, დღეს არის არჩევნები, რომელიც არ არის მაინც და მაინც ცალსახად განსაზღვრული რა იქნება შედეგი. და არ არის ის ეშელონი ამ ემეებისა, კანდიდატებისა, რომელიც გვახსოვს რომ იყო ხოლმე. არა, აქაც არის, ნუ, მაგრამ მთლიანი პოლიტიკოსები არიან, რომელთაც ან აქვთ, ან არ არის რეიტინგი და ჩვენ გვახსოვს იყვნენ ადამიანები, რომლებიც იქ გავიგეთ, რომ არსებობენ. ბატონ გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამე საფრთხეები არსებობს კიდე მაინც? ისი, რა თქმა უნდა, საფრთხე არ არის საერთოდ სამყარო და მით უმეტეს საქართველოს და არც ეს სიტუაცია არ არის უსაფრთხო. აშკარად ხდები. პირადად მე ვერ ვხედავ სააკაშვილის კონკურენტს. არა, თქვენ შეიძლება ეს არ თქვენ სურვილი, მაგრამ რეალურ ვითარებას მე რეალურ ვითარებას ვამბობ. მე რეალურ ვითარებას ვამბობ. რანაირად არ უნდა იყოს საზოგადოების ერთი ნაწილი გულდაწყვეტილი, რა პრობლემებიც არ უნდა არსებობდეს. ჩემი აზრით მაგალითად წავიკითხე რეზონანსი ახსენა რამება, რომ ერთ-ერთი ავტორი წერს რეზონანსში, რომ გერმანული გაზეთი წერს, რომ საქართველოში ყოველი 10 კაციდან 9 პრეზიდენტის წინააღმდეგია და ამ დროს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მხოლოდ 2%-ით უსწრებს თურმე რეიტინგით სააკაშვილს. არ არის მართალი ახლა, ეს არის რეალური სურათია, მე ვხვდები ადამიანებს, მეუბნებიან, რომ რანაირადაც არ უნდა ვიყოთ ნაწყანები, მაინც სააკაშვილს მიცემთ ხმას, იმიტომ რომ ეს ფონი თვითონ მისი კონკურენტებისა ძალიან ამაღლებით მის რეიტინგს, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავება. მესმის რომ ფსიქოლოგიურად არის ძალიან გამაღიზიანებელი სააკაშვილი, იმიტომ რომ იმხელა უპირატესობა აქვს, არსებობს ჩურის ფაქტორი, არსებობს 1000 ფსიქოლოგიური ფაქტორი. ფსიქოლოგიას მოახსენეთ. არიან ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს ვერ რომელიც წარსვა რაღაც პრეზიდენტობის თამაში არსებობს, არა და ეს კაცი გადახდა ისეთ სიმაღლეზე, რომ ესენი ვერასოდეს ვერ გადახდებიან. თუმცა ამბობენ, რომ სიმაღლე ჯობია ქვემოთ იყოს. გამაღიზიანებელია, მაგრამ ამავე დროს ეს არის რეალობა და ამ არჩევანს ქართული ხალხი ხელიდან ვერ გაუშვებს. და ეკა არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რაღაც გამახსენდა. საგაზეთო სივრცეს რო გადავხედოთ, დაბალანსებული გაზეთები პოპულარობით არ სარგებლობენ. ამას როგორ ახსნით? ეს ძალიან მოკლედ დანარჩენია საარჩევნო თემასთან დაკავშირებით. ის საერთოდ დაბალანსებული ყვითელი პრესა მსოფლიოში უფრო მეტი იყიდება ვიდრე ეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს პროფესიული კუთხით. ნუ დაბალანსებულ გაზეთებსაც ძალიან ბევრი რამ აკლიათ. მეგონი ეგა ეთიკის ბალანს, ეთიკის ხალხს გულისხმობა და სტანდარტებზე საუბრობ მხოლოდ. არჩევნებთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ ვიწინასწარმეტყველებ. გამარჯვება და წარმატებებზე არ აქვს უბრალოდ პროცესი როგორ განვითარდება, მაგრამ ხო რამდენად უპირატესობით სარგებლობს სააკაშვილის სხვა კანდიდატებზე, მაგრამ ცხადია რომ დღეს გვაქვს განსხვავებული სიტუაცია ვიდრე მქონდა წლების განმავლობაში და პირველად გვაქვს თუ არ ვწდები ესეთი სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტს ყავს მეტნაკლებად რეალური კანდიდატები, რომ შეიძლება გამორიცხულიც არ იყოს მეორე ტური. ესეთი წინასწარი გათვლები, თუმცა ეს გათვლები არანაირ სოციოლოგიურ გამოკითხვაზე არ არის დაფუძნებული და ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ პირველად ქვეყანაში შედგება ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები და იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად იქნება დემოკრატიული და ბევრი რამე მაფიქრებინებს, რომ ეს ასე იქნება.
თუნდაც ხელისუფლების პრაგმატული ინტერესები. მოიცა ეს ასე უნდა ვილაპარაკოთ, ჩემთვის არ ვთქვათ არავის. თუ რამე იდეოლოგიური ეს არის შეკვეთა ამაზე? არა, ჩემთვის არა, რიქებს ჩემთვის არის, მაგრამ ჩემთვის არა. არა, დავიბენი ახლა ესეთი რამე თქვი რომ რაღაც მე დამომჩა ეთყობა, ხას ვერ გავყევი, რამე დაკვეთებზე იყო საუბარი. ეკაც უნდა თქვა რომ ეხლა ისეთ სიტუაცია რომ 97%-ს ნამდვილად ვერ აიღებს და ძალიან ცუდ აიღო დაგუპეთ. არც ქვეყანას არ ნამდვილად არ გჭირდება, მაგრამ ეხლა არის მომენტი, როდესაც ყველა ამორჩენელმა უნდა გააცნობიეროს, რომ არ უჭერს მხარს სააკაშვილის გასაგებია, მაგრამ რატომ უჭერს სხვას მხარს? ეს რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი კითხვა. მოდი ესე გამაზოგადოთ ყველას რატომ უჭერს ასე? წინააღმდეგ სააკაშვილის წინააღმდეგ კი არ უნდა მისცეს ხმა, ესე რომ ვთქვათ, უნდა მისცეს ვიღაცას, იმიტომ რომ მისი სჯერა, მისი პროგრამა მოსწონს. იგა, მიცემას უნდა არის, მინდა იცის მარტო. არა, უნდა ხო გასაგებია, არა, მე ვფიქრობ, რომ ასეთი არჩევანი უნდა გაცნობიერებული არჩევანი უნდა გააკეთოს. არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ იმის გამო, რომ შეცვლა ერთი მეორეთი ესეთი ავტომატური. საბოლოო ჯამში შედეგს არ მოიტანს. თუ არ იცი, რატომ ცვლი ერთს მეორეთი. ყოველგვარი ესე თქვა. წინასწარი შეთანხმების გარეშე. ხო. მე და დათო შეთანხმებული ვიყავით ამ კითხვაზე. კახელებმა იციან თქმა, ვირი შეჭამა და კუძზე გაწყრაო. და ჩვენ მართლა შევჭამეთ ვირი. მე ვგულისხმობ იმას, რომ ამდენი ხანი რაღაცას ველოდით და რაღაც დაიძრა. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ქართველი ამომრჩეველი, მე არ ვგულისხმობ ახლა უკმაყოფილო ფენებს, რომლებიც მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი საზოგადოებაში. საზოგადოებრივ ქართველი ამომრჩეველი არ ამგონია კუძზე გაწყრეს და რაღაცნაირად მიიჩნიოს, რომ ეს არის მომენტი, როდესაც რაღაც რადიკალური ცვლილებების გაკეთებაა საჭირო. ეს სწორედ კუძზე გაწყრომა იქნება. ამ შემთხვევაში, რაც შეეხება იმას, რომ რეაქცია, რაც მოყვება არჩევნებს, შესაძლოა დარჩეს კანონიერების ფარგლებში, ამაზე მე დიდი ეჭვი მაქვს, სწორედ იმიტომ, რომ ის ლიდერები, რომელსაც ჩვენ ვხედავდით ბოლო თვეებში,